ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებს ერთმანეთის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია თითქოს და ბაქოს ქუჩის პირველ ნომერში უკანონოდ შესახლებული დევნილების ძალისმიერი გამოსახლება უნდა მოხდარიყო. დავით დარახველიძის განცხადებით პრობლემა მოგვარებადია და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაქოს ქუჩა ნომერ 1-ში უკანონოდ მცხოვრები დევნილების სხვა ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდებიან, ხოლო შენობას დევნილთა ის ჯგუფი დაიკავებს, ვისთვისაც ეს ფართები გათვალისწინებული იყო. ეხლა სადაც ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ რაოდენობის ოჯახები იმ შენობაში ვერ ეტევა. ამიტომ ჩვენი დამოკიდებულება არის შეიძლება კაცრი, მაგრამ სამართლიანი ობიექტი უნდა განთავსდნენ ისინი, ვისაც ეკუთვნის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხოლო ვისაც არ ეკუთვნის და შეიძლება უკანონოდ, ისინი უნდა გამოვიდნენ, თუმცა მათი ინტერესები, მათი პერსონალური საჭიროებების მიხედვით იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული.